ჩვენ კვლავ ეთერში ვბრუნდებით, განმავლობებით ჩვენს გადაცემას შემოგვეთა მეორე სტუმარი დავით ზარდიაშვილი, ანალიტიკოსი. ბატონ დავით, მადლობა რომ მობრძანდით. ბატონ დავით, აი ამ კვირას ჩავწერეთ თქვენთან ინტერვიუ თბილისის ელების ჟურნალისტად, თქვენ ასეთი რამ რომ დასავლეთი საქართველოს განიხილავს როგორც პროქსი ომის საშუალებას, ასე ვთქვათ. დიახ, როგორც ინსტრუმენტს და პრინციპში ამაში არც არაფერი არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, ჩვენ გვინდა დასავლეთთან, ჩვენ გვინდა ევროკავშირში. ევროკავშირი გეუბნება, შენ თუ გინდა ჩემთან, ჩვენ უნდა გააკეთო ესა და ეს, უნდა იყოს ასეთი და ასეთი. და ამას და ამას უნდა დაანებო თავი და ასე შემდეგ. თუ გინდა ჩემთან. ეს აბსოლუტურად ისეთი ბუნებრივი და ლეგიტიმური მოთხოვნაც კი არის. ჩვენ ვამბობთ გვინდა, თუ გინდა, მაშინ გააკეთე. თუ გინდა ჩემთან, მე რომ დამჭირდება, შენ წადი და შევარდი ცეცხლში. მე ამაში ლოგიკას ვხედავ და მე საერთოდ არ ვადანაშაულებ მათ. მათი დამოკიდებულება არის ესეთი და ის განგიხილავს, ხო ეხლა მე მჭირდება ვთქვათ ვიღაც რაღაც ტერიტორია, თუმცა ჩემი გეოპოლიტიკური ინტერესისთვის მნიშვნელოვანია, რომ აი სამხრეთის საზღვრიდან დავასუსტო, ვთქვათ რუსეთი, ანუ შენ შეასრულე ეს ფუნქცია. ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა, მაგრამ ამ ფუნქციის შესრულება არ გვინდა. ეს მოდის წინააღმდეგობაში. კი ბატონო, ანუ რუსეთს რა უნდა, ჩვენ ეს ვიცით, ხო? იქ მე არ ვიცი, აი რა უნდა მოხდეს, რომ აი განსაკუთრებით ცხინვალში რო ბაზა, აი ყირიმმა შეიძლება მისიის დააოყოს, მადა და რაღაც აფხაზეთის საზღვაო აკვატორია, აფხაზეთის ნაწილი, მაგრამ ესეც მეჭვია, მაგრამ აი ცხინვალის ბაზას ალტერნატივა არ აქვს, არ დათმობს, აი რამ უნდა გაიყვანოს ის ბაზა აქვს და ეს მინდა და მე გითხრა, აი ამ სიტუაციაში როგორც არის შექმნილი რუსეთის ინტერესი და დასავლეთსაც სავსებით ბუნებრივია. ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატებისაც მათ სარფიანად რა ჩვენ არავინ ჩაგვახედებს იმ ხელშეკრულებაში რაც დაიდო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, თუმცა ჩვენი საზოგადოების ნაწილი ძალიან მოწონს. კი ბატონო, ალბათ, მაგრამ აი კონკრეტიკა იქ როგორი იქნება, რანაირად იქნება და ძალიან საინტერესო რამ მოხდა. ამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელმწიფეს ვენსი ამბობს, რომ ეს ომი დიდი ხანი არ დამთავრდება, ჩვენ ამის დამთავრების პოტენციალი არ გვაქვს. აბა მაშინ ხელშეკრულებას რო ხელი მოაწერე, ხო? იბადება კითხვა. აი ეს თემი, აი ეს რა ტიპის თამაში მიდის ჩვენ სადვარ და საერთოდ ჩვენ რა გამოსავალი გვაქვს ამ სიტუაციაში. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მეასალმებ მსმენელს და მაყურებელს. რა მდგომარეობაში ვართ, ეს ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დაინგრა. ასე ვთქვათ, ეს მოდუს ვივენდი რაც არსებობდა, ხო? ეს შეერთებული შტატების ჰეგემონიზმი ცივი ომის შემდგომი ეპოქა, ხო? ის აღარ არსებობს უკვე, რეალურად აღარ არსებობს და არც არავითარი წესები აღარ არსებობს. ერთადერთი რაც არსებობს ძალის სამართალი. ანუ ესე იგი ომის მდგომარეობა, ამას დიფუზურ ომებს ეძახიან, მეოთხე თაობის ომები, პოსტეპოქების ომები, დიფუზური ომის მდგომარეობა გახდა ეს თვითონ მოდუს ვივენდი, ანუ არსებობის წესი. ამ ვითარებაში ესე იგი ძალიან რთული არის პროგნოზირება, იმიტომ რომ ყისერად იცვლება სურათი, ძალიან სწრაფად. გუშინდელი პირველ რიგში რა ხდება, ხო? როცა ესე იგი რაიმე წესრიგი აღარ არსებობს და ძალის სამართალი ბატონობს და ესე იგი ომი ხდება, ომის ნება, მშვიდობის ნება კი არა, ომის ნება ხდება გამსაზღვრელი ვითარების, მიუხედავად იმისა, რომ შენ შეიძლება არც გქონდეს რაიმე პოზიტიური მიზანი, თქო, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, მაგრამ გაქვს ომის ნება, ხო? აი ასეთ ვითარებაში ზღვარი იშლება არა მარტო ომსა და მშვიდობას შორის, ეს ჰიბრიდული ომების ეპოქაშიც იყო. არამედ ამ დიფუზურ ომში ესე იგი ზღვარი იშლება უკვე მტერსა და მოკავშირეებს შორისაც კი. აი გუშინდელი მოკავშირეები დღეს უკვე მტრები არიან, ну ძალიან თვალსაჩინო ნიმუშია, ხო? ევროკავშირი ამერიკის შეერთებული ეს იყო ესე იგი კოალიცია, რომელსაც განიხილავდნენ როგორც ცივილიზაციურ ერთობას, ერთი კოლექტიური დასავლეთი იყო. სადაც რასაკვირველია ჰეგემონის პოზიცია ეკავა შეერთებულ შტატებს, მაგრამ ერთი ნება ჰქონდათ, ხო? ეს ვთქვათ ხდებოდა შეერთებული შტატების დომინაციით თუ არ ხდებოდა, ამას მნიშვნელობა ნება იყო ერთიანი. და დღეს ჩვენ ხედავთ ამ ნების ეროზიას, რა, სულ დაინგრა ეს, იმიტომ რომ აგერ
ძალიან ესეთი კაფე და ხმამაღალი დემონსტრირება მოხდა, თქო ლონდონის შეხვედრა რომ ჩაიშალა, საერთოდ. რომელიც უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი და საერთო პოზიცია გამომიშავებულიყო ამ ომის მიმართ. იქნებ რაღაც კონსენსუსის შემდგარიყო, ეს ვერ მოხდა, ვერ შედგა. კონსენსუსი ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ და ბრიტანეთს. ეხლა ნუ ვითარება როგორ არის ამ ხელშეკრულებაზე რომ გადავიდეთ არა? ნუ რასაკვირველია ესე იგი ომი ომად, მაგრამ შეერთებულ შტატებს აქვს თავისი ინტერესი აქ და ესე იგი ცდილობს რომ უკრაინის გაყოფა გარდაუვალი. ნუ ყოველ წარმოუდგენელია რომ ეს ერთიანი ტერიტორია რაიმენად შენარჩუნებული იქნეს და არ გაიყოს ორ და შესაძლოა კიდე რამდენიმე ნაწილადაც კი ეს. ხა თუ რუსეთს მიაქვს რატომ არა უნგრეთს? ხო და ამას ცდილობს ეს შეერთებული შტატები რომ სანამ დროა რუსეთთან იქნებ გარიგდეს და ესე იგი მოხდეს გაყოფა გახლეჩა ესე იგი უკრაინის ისე რომ რაც ოკუპირებულია ეს რასაკვირველია თავისთავად დარჩება რუსეთის თქო გამგებლობის ქვეშ და რაც არ არის ოკუპირებული ეს ხელშეკრულება ეგ არის მეტი არაფერი არ არის ეს არის რასაკვირველია ნეოკოლონიალური კაბალა რომელიც წარმოადგენს პრაქტიკულად სრულ ეკონომიკურ საფუძველს უკრაინის ამ დანარჩენ ტერიტორიაზე ამერიკული პროტექტორატისთვის ეს რა თქმა უნდა გაფორმდება როგორც ვთქვათ ისე იქნება ეს უკრაინა ფორმალურად სუვერენული სახელმწიფო მაგრამ ყველა ძირითადი რესურსი გაკონტროლდება შეერთებული შტატების მიერ და გამოყენებული იქნება მისი შეხედულებისამებრ. არა უკრაინის ნებით არა 50-50-ზეოთ. ნუ ხო, ეხლა 50 ხო და ეხლა 50-50 ძალიან ცუდი გაყოფა, ესეთი გაყოფა არ ხდება თუ არ ცდება. არა, ესე იგი ჩემ ქვეყანაში ვიღაცა უცხოო მოდის და ნახევარჯერია უგეთყვის, ხო? და ამასთან სამართლიანობად მიიჩნევენ და დიდი ზარზე იმით არის. ვალი არ არისო ზელენსკი. ხო, ვალი ნუ რადგან ესე იგი 3 დღემშიოთ არის ნახევარი უცხოსი. 3 დღეს ვალის გადახადა ეს ხო კიდე უარესია, რომ ვალის გადაიხდი და დამთავრდა ვალდებულება აღარ აქვს. და ეს ნიშნავს რომ ესე იგი შენი რაც არის, შენი რაც იყო. ნახევარი ხდება უცხოსი 3 დღემშიოთ, ესე იგი სანამ ეს ხელშეკრულება არსებობს, ანუ განუსაზღვრელი ვადით იდება, ხო? და თან ესე იგი შენ არ გეზღუდება უფლება რომ ვინმესთან რაიმე საგარეო ეკონომიკური ურთიერთობა გქონდეს. ეს რასაკვირველია, ესე იგი არის ნუ სრულად კაბალური, ამაზე ურიაზრი არ შეიძლება არსებობდეს, თუ კი საღით თვალით შევხედავთ ამას არა, ბუნებრივია ეს და გარდა ამისა ეს არის რასაკვირველია პირდაპირი პოლიტიკური პროტექტორატი უკრაინაზე, იმიტომ რომ როცა ესე იგი ეკონომიკურ სუვერენიტეტს კარგავს ქვეყანა რა რა თქმა უნდა ამას მოყთანი ამ ხელშეკრულებაში არის მომენტი რომ ესე იგი ამ ეკონომიკური ურთიერთობის უზრუნველყოფა სჭირდება პოლიტიკური და სამართლებრივი უზრუნველყოფა ან უკრაინის მთელი კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს და თან ესე იგი ღირებულება ამ დოკუმენტის არის უფრო მეტი სამართლებრივი იურიდიული ძალა ვიდრე უკრაინის სამართალი ესეც წერია ანუ ამ დოკუმენტს აქვს უპირატესი აი ეს არ ვიცოდი უპირატესია უკრაინის კანონმდებლობაზე უპირატესი იურიდიული ძალა აქვს უკრაინის კანონმდებლობაზე ნუ ფორმალურად არა ფორმალურად თითქოს არის კონსტიტუცია და ეგ ჩვენ სამართალს საერთოდ ეგ შეგვიძლია გითხრათ რომ იერარქია რო არის თქვა ნორმატიული ხო აქ ჩვენთანაც არსებობს ამ კონსტიტუცია საერთაშორისო ხელშეკრულებაში შეთანხმება და მე არის ორგანული კანონი და და იქაც ეს ვისაც ესე ხაზგასმულია აქცენტირებულია რომ ამ დოკუმენტს რომელიც ნუ ჯერჯერობით ეს შეიძლება ჩავთვალოთ რომ ეს არის ჩარჩო ხელშეკრულება ეს რატიფიცირებას ექვემდებარება ანუ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს შეერთებულ შტატებში კონგრესმა და აქ უკრაინის პარლამენტმა რადამ მაგრამ ესე იგი ვითარება ასეთია რომ რადგან უნდა მოყვეს ამ იმპლემენტაციას ამ ეკონომიკური ურთიერთობების რომლის ძალითაც უკრაინის მთელი სიმდიდრე შუაზე იყოფა რეალურად და ნახევარი ესე იგი უბრალოდ სარგებელი იყოფა შუაზე და ნუ პრაქტიკულად ამერიკის შეერთებული შტატები მოიპოვებს ამით განკარგვის უფლებას უკრაინის სიმდიდრეების
და ამას უნდა მოყოს შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში, ეს რასაკვირველია, ამას უნდა მოყოს შესაბამისი პოლიტიკური უზრუნველყოფა, ესე იგი ხელისუფლებამ ეს ურთიერთობები უნდა დაიცვას და მათი განხორციელება, ასე ვთქვათ, დააორგანიზოს. ეს რასაკვირველია პოლიტიკური პროტექტორატიც არის, ხო? აღარაფერს ვამბობ, რომ ესე იგი ამავდროულად უკრაინას მეუწევს შეეგუოს ოკუპაციას, რუსეთის ოკუპაციას. აი ეს მინდოდა, რომ ფაქტობრივად გამოვიდა, დრო ხო სჭირდება იმას, რომ საკანონმდებლო ბაზა მოუმზადდეს ამ შეთანხმებას და ამას სჭირდება რა და რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს. ამასაც სხვა არ უკავშირდება ვენსის განცხადება, რომ ომი ჯერ არ დამთავრდა, იმიტომ რომ ამერიკის ეს არ არის ხელსაყრელი, ეხა ახალი არჩევნები იქ რა და ნაკლებად ის არის, იქ ლეგიტიმურია გაუგზელდა, თუმცა ალბათ არ ვიცი ესე ახლოს არ ვიცი უკრაინის კანონმდებლობას, მათაც ვადა გახანგრძლივებული აქვთ აი ამ საომარი მდგომარეობის თუ საგანგებოს უძახიან მდგომარეობის გამო. ნუ ამერიკის შეერთებული შტატებისაც არის ხელსაყრელი რუსეთმა ბომბოს უკრაინა, იმიტომ რომ რა და უფრო ოპერატიულად შექმნის ეს მოდით ესე შევხედოთ ამ საკითხს, რომ რეალურად რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ესე იგი მთავარი შეთანხმება ამ ომთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია. და ეს აგერ ნათლად გამოჩნდა თუნდაც ამ ხელშეკრულებით. უკრაინა გაყოფილი, გახლეჩილია. ანუ ის გაიყო ორ ნაწილად, ერთი ნაწილი რუსეთს, მეორე ნაწილი შეერთებულ შტატებს, ერთს პირდაპირ ოკუპაციის სახით, ანუ ეს ტერიტორია პირდაპირ უერთდება რუსეთს, რუსეთის იურისდიქციაში შედის ფორმალურადაც და ფაქტიურადაც, ხო და მეორე ნაწილი ესე იგი რჩება ფორმალურად სუვერენულ ქვეყნად, მაგრამ არის პროტექტორატის ქვეშ. დე ფაქტო. ევროპას არაფერი. აი ეს რომ ევროპას არაფერი, ესე იგი ჩვენ გავარკვევთ ევროპას არაფერი, ეს არის ესე იგი აი მოდუს ვივენდი უკრაინასთან დაკავშირებით. და ეხლა ხდება კონკრეტულად გამომუშავება უკვე რეალურად სად გაივლის ეს მიჯნა ზღვარია, თქო, გაიყოფა ეს ამერიკის პროტექტორატსა და ხო, ამერიკის პროტექტორატსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილს შორის, ხო? ეს არის, ეს მოდი გადაწყვიტოთ უკრაინელების ხარჯზე ისევ სისხლით, ომით. და ეუბნებია რუსეთს, რომ ნუ იომე რა, ესე იგი სანამდესაც შეგიძლია და უკრაინასაც ეუბნებიან და თან ისე რომ ამაში უკვე ამერიკა აღარ მიიღებს მონაწილეობას, გულისხმობს, თქვა, სადაზვერვო უზრუნველყოფა, საინფორმაციო იარაღს პირველ რიგში, ფინანსურ უზრუნველყოფას და შემდეგ მთელი ტვირთი უნდა წაიღოს ევროპა, რომელსაც არაფერი არ რჩება, ესე იგი არავითარი სარგებელი აქედან არ ექნება. იმიტომ რომ ყველაფერი წაიღო, ესე იგი აქამდე ხო იყო სტარმერთან დადებული ხელშეკრულება. ხო, ის მაინც ეს არის წინააღმდეგი, ერთმანეთს უკვე მეორე გადაცემა სამ კითხვას. რასაკვირველია წინააღმდეგება, რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არის, ხო, მაგრამ ეს არის იმიტომ ამბობ, რომ არავითარი წესებზე დაფუძნებული წესრიგი არ არის. რომელია უპირატესი ბრიტანეთთან და ამერიკასთან? ამერიკასთან, აქ ძალის ეს რომელს მეტი ძალა აქვს ახლა. ამერიკას ჯერჯერ. ეს რიტორიკული კითხვა თუ გახსოვთ, ეს ღიმილის ბიჭი ერთ-ერთ თქმავს მეტ ძალა გააჩნია რა შემთხვევაში, მაგრამ აქ ნებისმიერ შემთხვევაში ძალა, რეალური ძალა აქ ტრამპსა და ზელენსკის შორის დადებულ ხელშეკრულებას და სტარმერი ბუდიში და ნუ დარჩა ესე იგი ვირის თავფეხით რა, არაფრით ეს. დააგდეს ფარატინა ქაღალდია, რომელიც შეიძლება ნუ თავზე გადაახიეს რა რეალურად. ეს არის ხო და ეს მოხდა უკვე და თან საბოლოო ჯამში ეს რაღაცა კონფიგურაციას აი როგორი მოდუს ვივენდი იქნება ეს რასაკვირველია ჩვენ იმდენად გვაინტერესებს რომ ჩვენს გვეხება უცბად. ოდეშ ეს ხო აი დაასრულე და მინდა ეს კითხვა. ხო და ეს როგორი იქნება ესე იგი მომავალი მსოფლიო წესრიგი ხო? ჯერჯერობით ამისი არავითარი ნიშანწყალიც არ ჩანს, რომ აი რაღაცაზე, მაგალითად უსაფრთხოების სისტემაზე ევროპაში, რუსეთის მონაწილეობით თუ მის გარეშე თუ როგორ იქნება, ამაზე შეთანხმება. ყოველად წარმოუდგენელია, რომ ის სისტემა უსაფრთხოებისა რაც დაანგრია ამ ომმა, ის რამენერად გაწუწყდეს და აღდგეს. და რატო? იმიტომ რომ თვითონ შიგნით არის, ხო, დასავლური სამყაროში, რომელიც ამ წესრიგს უზრუნველყოფდა, გარანტორი ვინ იყო, ხო? ევროპის უსაფრთხოების სისტემის რაზეა ნატო. ჩრდილოატლანტიკური გაერთიანება, ალიანსი, ხო? სამხედრო პოლიტიკური ალიანსი და ის რეალურად გახლეჩილია. აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები აქვს, იმდენად განსხვავებული, რომ შეერთებული შტატები იმუქრება ევროპის ტერიტორიის ოკუპაციით და ანექსიით. და როგორ შეიძლება ესე ამის შემდეგ, ან იგივე უკრაინის ომთან დამოკიდებულების გამო
შეერთებული შტატები თამაშობდა მშვიდობის ყოფილი შუამავლის როლს. მაშინ როცა ეს დარჩა ომის პარტიად, ხო, ეს ბრიტანეთი პლუს კიდე ეს ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები მაინც არა, საფრანგეთი, გერმანია და ხანდახან იტალია. ხანდახან იტალიაც გააჩნია იტალიას როგორ აწყობს კონკრეტულ მომენტში, არა და ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, რაიმე უსაფრთხოების სისტემაზე, რომელიც დაეყრდნობა ამ ცივილიზაციურ ერთობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე, რა, გამორიცხულია, არავითარის გარანტიები არ არსებობს. ახლა იცახია, რომ რუსეთი არ გაჭერდება, შეუტევს. არ ვიცი, ეს ძალთა ბალანსი როგორ იქნება, რუსეთი არაფერს აღარ არის შეზღუდული. შეიძლება შეუტევს კიდე. მე ახლა როგორ შეიძლება ისე ამაზე რაიმე პროგნოზი გააკეთო, ხო, რა გააჩერებს, არა, რომ მეკითხებიან ხო. არაფერი გააჩერებს ერთადერთი ის, რომ არჩათლის საჭირო. ესე იგი ჩიტი უნდა ღირდეს მდგნად, რა, ესე იგი თუ ეს ძალიან დიდ ფასად დაუჯდება, მაგალითად ის რომ ბალტია შეუტევს, რა, მაშინ გაჩერდება. ხო, რა თუნდა ბალტიაში. ხო, ეგეც არის, იგი რაში ხო და მაგაში გამოიყენებს ბალტიას. უნდა ღირდეს, არა, ნუ შეიძლება გამოიყენოს, მაგრამ თუ კრიზისი შეუქმნიან და ბალტიის გასასვლელს დაუკეტავენ, არა, გასასვლელს დაუკეტავენ, შეუჩიჩხინებენ, რა თქმა უნდა, მაშინ ხო და არ გათავისუფლოს გასასვლელი. არავით არის იმედი, რომ რამე ამისი გამჩერებელია, ასე ვთქვათ, ინსტიტუცია არსებობს, არ შეიძლება რომ კონდეს და ერთადერთი არის რა ძალთა რეალური ბალანსი, იმიტომ გვეუბნება ხო მირშაიმერი რომ დაანებეთ თავი ამ ილუზიებში ცხოვრებას და რეალურად მოქმედებს, რასაც რეალ პოლიტიკა ქვია, ხო, რეალ პოლიტიკის სკოლა ამას ამბობს, რომ არ შეიძლება რაიმეს იმედი კონდეს, იმიტომ რომ სახელმწიფოები იქცევიან იმის და მიხედვით რა ინტერესებიც აქვს და მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით რას ლაპარაკობენ, ყოველი მათგანი ცდილობს, რომ ეს არის თამაში ნულოვანი ჯამით, რომ მოწინააღმდეგის ხარჯზე მოიპოვოს რაიმე, ასე ვთქვათ, სარგებელი ნახოს. თლიანად მათი პოლიტიკა ამაზე აგებული. თუ კი რაღაცა საერთაშორისო სისტემა არსებობს, კონვენციურია საერთაშორისო სამართალი ყოველთვის ამ შეთანხმებებზე დგას, რა, მაგალითად იალტა პოცდამის შეთანხმებებზე დადგა, ხო, ეს და ეგ არის წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, ამის უკან ეს იგულისხმება, მაგრამ ეს მოდიფიცირდა ცივი ომის შემდეგ, მიიღო პოლ ვულფოვიცის დოქტრინის სახე, ანუ ამერიკულ ჰეგემონიზმში გადაიზარდა. ესე იგი წესრიგი გახდა ჰეგემონის, ვთქვათ, ნება. ის აწესებდა წესებს. შეერთებული შტატები მსოფლიოს უწესებდა წესებს და ამან იმუშავა იქამდე, სანამ პუტინი არ შეიჭრებოდა უკრაინაში და ეს დაემხო, დაინგრა. დამთავრდა ეს. ის რომ ვთქვათ, პუტინი აგრესორია, ეს არის ცხადი, მაგრამ ჰეგემონის სამართლიანობა ცოტა არ იყოს ასევე საეჭვოა, რა. რა თქმა უნდა. რომ ესე იგი როგორ შეიძლება რომ შეერთებული შტატების მართალია, თუ არ დახოვი იხილე პუნქტი. როგორ შეიძლება რომ შეერთებული შტატებს თელ სოფლიოზე ქონოდა ძალაუფლება, რა და თელ სოფლიოსთვის დაეწესებინა წესები. და ამას დაყრდნობოდა საერთაშორისო წესრიგი, არა ეს ამან იმუშავა რაღაც პერიოდი, მაგრამ ეს დიდხანს ვერ იმუშავებდა, იმიტომ რომ ყველა ქვეყანამ რაღაცა როგორც კი ძალები მოიკრიბა და ესე ხო ცოტა ქონი მოიკიდა, როგორც პუტინის რუსეთმა. თავი წამოყო. რასაკვირველი ხო და ჩვენ რა ვქნათ ახლა ჩვენც უნდა ადაუფლდეთ. აი ბატონ დავით, იცით აი ხო ჩვენ რა ვქნათ, აი ეს სქემა მე არ მომეწონა, იმიტომ რომ ჯერ იმ თავითვე გასაგები იყო, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ შევარდნათ ის აი დასავლურ ორიენტაციაზე ვლაპარაკობდით, აქ უნდა განთავსდეს ნატოს ბაზა და რაღაც ამერიკის ბაზა. არავინ არ ახსენებს და 2002 წელს ჯერ კიდევ შევარდნათ ის დროს დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატები, დაიდო ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის სამთავრობათა შორის შეთანხმება. ეს ტექსტი მე წავიკითხე და ყალზე დამიდგა მაშინაც თმა და მას შემდეგ ყალზე მიდგას თმა. იმიტომ რომ ზუსტად იგივეა ძვირფასო მაყურებელო და მსმენელო, როგორც რუსეთმა აი დე-ფაქტო აფხაზეთთან გააფორმა და ჩვენ მაშინ ძალიან ავხშფოთით, უფრო უარესიც კი ამერიკის სამხედროებს აქვს
საქართველოს ტერიტორიაზე სით შემოსვლის უფლება, ის შენობა ნაგებობები და ტერიტორია, რომელსაც დაიკავებენ, იქ აღარ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია და საქართველოს კანონები და მოკეთ ისეთი ძალიან საინტერესო რამ არის. მაშინაც მე მგონი მარტო მე ვწერდი და შენახულიც მოხდა რა თქმა უნდა. დედანი კარგი იქნება თუ გამოვაქვეყნებ კი ძალიან პერიოდულად ვაქვეყნებ ხოლმე, ხა კიდე გამოვაქვეყნებ. კი შენახული მაქვს და მაშინაც იყო გასაგები იქ როდესაც ჯერ არ ქონდა აღიარებული რუსეთს, მაგრამ ნუ ეხა აღიარა. ანუ აქ ორი ქვეყანა უკვე დგას, ორი სახელმწიფო. როგორ დამთავრდა ორი სახელმწიფოს დგომა უკრაინაში ჩვენ ვხედავთ. ეს სქემა შეიძლება ჩვენზეც გადმოთამაშდეს. იმედია რომ არა, თუ სამდა დავასრულებ რომ მე რაღაც შეგაწყვეტინოთ და ესეთი მოსაზრებასავით არის თითქოს რომ ეს ნეიტრალური თუ მიუმხრობელი სამხრეთ კავკასია მთლიანობაში შეიძლება იყოს მხარეებისთვის მოსახერხებელი. აი ამაზე ესე იგი ჩვენ რასაკვირველია გვაქვს ამერიკასთან მსგავსი საკმაოდ კაბალური პირობებით დადებული ხელშეკრულება, მაგრამ მაშინ უნდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ხო? ეს ხდება ვითარებაში, როცა ეს ჰეგემონიზმი, ანუ ეს რასაც ძილობენ და ეძახიან ხოლმე წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს, არის მსოფლიოს modus vivendi, ანუ არსებობის წესია. საქართველოს უბრალოდ არანაირი ალტერნატივა არ ქონდა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ წინააღმდეგ შემთხვევაში მართლა ასე იდგა საქმე, რომ მაშინ უნდა ჩაუბარებოდით რუსეთს. სხვა უბრალოდ არავითარი გამოსავალი არ არსებობდა. დღეს როგორც მოგახსენეთ, ესე იგი არ არსებობს რაიმე წესებზე დაფუძნებული სამართალი და ყველა აქამდე დადებული ხელშეკრულება, რაც კი არსებობს, ეგ შემიძლია პირდაპირ გითხრა. არის ფარატინა ქაღალდი, იმიტომ რომ de facto ვითარება არის სხვა აბსოლუტურად. არავინ აღარ თulis ვალდებულად, რომ შეიზღუდოს რაღაცა წლების წინ დადებული ხელშეკრულება, არც შეერთებული შტატები მათ შორის პირველ რიგში. და რასაკვირველია, ეს არც ჩვენ და ეს არც მუშაობს დღეს, ხო? არავითარი ასე ვთქვათ, პრაქტიკული ღირებულება მას დღეს არ აქვს, იმიტომ რომ სულად აშკარაა, თუ ესე იგი შეერთებული შტატები თავის სამხედრო კონტინგენტს შემოიყვანს საქართველოს ტერიტორიაზე, ამას მოყვება ძალიან სერიოზული ესკალაცია და ნუ დიდი არის, ასე ვთქვათ, იგივე საფრთხე, რაც უკრაინაში მოხდა, ხო? პირდაპირ კონფლიქტის. ნუ ასე მხარეები ერიდებიან ბუნებრივია და არ მოხდება, მაგრამ რა იქნება რა დაგვიცავს ჩვენ რეალურად რა არის თქვათ ჩვენი უსაფრთხოების გარანტია აქ ერთადერთი რაც ყველაზე მეტნაკლებად შესაძლებელია რომ გარანტია წარმოვიდგინოთ ეს არის მრავალმხრივი ინტერესები საქართველოს მიმართ საქართველოს მოგეხსენებათ არის სერიოზული ფუნქციის მატარებელი ტერიტორია ჯერჯერობით ტერიტორია და აქ ამაზე ცდილობს სუბიექტობას ეგ დააშენოს და მას შეუძლია სარგებლის მოტანა და მრავალგვაროვანი, მრავალფეროვანი ინტერესების, ასე ვთქვათ, მაგრამ ევროკავშირი არ გვიმჩნევს. ევროკავშირი არ გვიმჩნევს, იმიტომ რომ ევროკავშირის იმედი აქვს, რომ გადათამაშდება საქართველოს ტერიტორია და როცა ესე იგი შეუძლიათ რომ აქ თავიანთი პროტექტორატი კონდეთ. მაშინ შეგვიმჩნევენ? მაშინ ასე ვთქვათ, პროტექტორატი იქნება, მეცნიერთ აღარ შეგიმჩნევენ აქ ეყოლება ვინმე ლორდ პროტექტორი, რომელსაც შეიძლება ქართული გვარი და სახელი კონდეს, მაგრამ ის არ იქნება, ასე ვთქვათ, საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებული არაფრით, ხო? ის პატრონთან იქნება დაკავშირებული და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უკრაინის შეცდომას გავიმეორებთ და უკრაინის შეცდომა რა არის, ისტორიულად ახასიათებთ მათ, რომ ისინი იბრძვიან და ომობენ არა იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანას დაეპატრონონ, არამედ იბრძვიან და ომობენ იმისთვის, რომ პატრონი მონახონ. სულ ასე იყო. მათ გამოიარეს რამდენიმე ეძახიან თვითონ ამას ამ ისტორიულ ასე ვთქვათ პერიოდებს, როცა ესე უდიდესი ენტროპია ხდება, ანუ გრევა, ხო? რუინას ეძახიან ქართულად, ესე იგი ამ სიტყვას ალბათ ითარგმნებენ როგორც პარტახი. პირველი რუინა ჰქონდათ ჯერ კიდევ ბოგდან ხმელნიცკის სიკვდილისთანავე, მაშინ მოგეხსენებათ, რომ ბოგდან ხმელნიცკი თავიდან აუჯანყდა პოლონეთის შლიახტას, გამოვიდა იქიდან პოლონეთის შემადგენლობიდან თავშესაფარი მონახა რუსეთში, შემდეგ მისი სიკვდილის მერე ესე იგი დაიწყეს უკვე მრავალ ვექტორული ასე ვთქვათ თამაში იქ ოსმალეთის იმპერიასთან, ყირიმელ თათრებთან, იქ კიდე პოლონელებთან და ცდილობდნენ რომ აი კარგი პატრონი ეპოვათ რა.
არავითარი თვითგამორკვევა იქ არ მოხდარა, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი დაფუძნებული იყო და ეს ელიტა, ეს კაზაკების ახალ გამოჩეკილი ელიტა აღმოჩნდა აბსოლუტურად უუნარო, რომ რაიმე პოზიტიური შეეთავაზებინა ხალხისთვის, გარდა აი ამ ასე ვთქვათ ნეგატიურად გაგებული თავისუფლებისა, რაც პრაქტიკულად იყო უპასუხისმგებლობა და ანარქია. მთელი ეს ტერიტორია მოიცვა საშინელმა ანარქიამ. ხო, იყო ავაზაკობა, ყაჭაღობა, ამ გეტმანშინას ძირითადი ასე ვთქვათ საქმიანობის სფერო იყო ერთმანეთის ძარცვა, ერთმანეთის დაჩაგვრა, სასიკვდილოდ გამეტებაც კი და არავითარი სამართალი გარმოქმედებდა და ეს გაგრძელდა და რუინა ქვია ამას, იმიტომ რომ გამოიწვა გაპარტახება მთელი ამ ტერიტორიის, რომელიც საკმაოდ მდიდარი ტერიტორია არის, ბუნებრივი რესურსები აქვს შესანიშნავი და უკრაინელები ძარ არიან, მასდამან ზარმაცი ხალხი, მუშაობაც იციან და ყველაფერი. მაგრამ აი ამ არეულობამ შექმნა გამოუვალი მდგომარეობა და საბოლოო ჯამში ეს დამთავრდა ისე, რითიც უნდა დამთავრებულიყო. პატრონი იშოვეს რა. და პატრონი იშოვეს ერთბაშად ორი. ანუ უკრაინა გაიყო. ნაწილი ისე პოლონეთს დაუბრუნდა, მათ შორის ეს რუსეთ-პოლონეთის ომის შედეგების გამო, რუსეთი და პოლონეთი შეთანხმდნენ, რომ ოსმალეთს არ დარჩენოდა, ასე კი ყირიმელ თათრებს არ დარჩენოდა, საბოლოოდ მორიგდნენ და გაყვეს ეს უკრაინა, ხო, მარჯვენა ნაპირის მარცხენა ნაპირი. და საზღვარი გაივლა. მეორე ასე ვთქვათ რუინა ჰქონდათ უკვე ცენტრალურ რადას დროს 1917 წლის რევოლუციის მერე რუსეთის იმპერია რო დაიმსხვრა რა, იქ შეიქმნა ასე კი თითქოს დამოუკიდებელი სუბიექტი, მაგრამ მაშინაც ვერ მოხდა თვითგამორკვევა. და რატო? იმიტომ რომ თავიდან გადაწყვიტეს და ჯერ კიდე გერმანია ომში იყო ჩართული, პირველ მსოფლიო ომში და გერმანიის ჯარი მოიწვიეს როგორც გარანტორი. ასე ვთქვათ მათი სუბიექტობისა რა და პირველ რიგში ამ ბოლშევიკების ურდოებისგან თავის დასაცავად. იქ უკვე ოქტომბრის რევოლუცია შემდგარი იყო, როცა ეს მოხდა. მაგრამ სულ რამდენიმე თვეში გერმანიის ჯარმა დატოვა უკრაინა, იმიტომ რომ ომი წააგო, ხო, უბრალოდ გერმანიას მაგისტრის აღარ ეცალა, უკრაინისთვის აქში ქონდა დელუბედურება, იქ რევოლუცია დაიწყო და ვაიმარის რესპუბლიკა მე დიდი ისტორიებია, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს უკრაინა დარჩა თავის ანაბარა და ვერ გააცნობიერა ეს თქვათ რომ საკუთარი სუბიექტობა დაეცვა და დაერივნენ ისე ერთმანეთს, როგორც პირველი რუინის დროს მოხდა, ხო? იქაც ესე იგი თეთრები ებრძოდნენ წითლებს, იყვნენ ვიღაც წვანეები, რომლებიც ებრძოდნენ ორივეს, თეთრებსაც და წითლებსაც, კიდე იყვნენ ვიღაც ყვითლები, რომლებიც აი სამივეს ებრძოდნენ და ასე შემდეგ დაუსრულებლად. წკრივი იყო მთელი და იყო კიდე გულაი პოლე, ანუ ბაცკამახნო, რომელიც ყველას ყვერთხად ებრძოდა. და აქეთ გადმოვინაცვლოთ ახლა ჩვენთან დიალოგ. ესეთი მდგომარეობა იყო და დღესაც მიიღებენ იმას, რაც სურდათ, ხო, პატრონს. იქიდან ნაწილს ერთბაშად ორს. აქეთან ნაწილს, იმიტომ რომ ნახევრად რუსები არიან, ხო? უკრაინა არის ესე იგი ტერიტორია, სადაც ცხოვრობენ რუსები და ადამიანები, რომლებიც თავს მიიჩნევენ უკრაინელებად, მაგრამ იმათგანაც ნახევარზე მეტი რუსულად ლაპარაკობს. აი ესეთი სიტუაცია. და იქ რო ესე იგი ანტირუსეთი შექმნა, დაიწყო ესე იგი რუსული კულტურის დევნა, რუსული ეკლესიის დევნა, დაარბიო კიევის ლავრა, ხო, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდეა მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის და იგივე არის უკრაინისთვის, რაც ჩვენც არის ეთიცხოვე. შეურაცხო იგი ილია მურომეცის საძვალე, ილია მურომეცი მათთვის არის, ლეგენდა, ხო? ლეგენდარული დევგმირი, რომელზეც დგას მთელი მათი მითოლოგია რა. და ასეთ ვითარებაში იმედი კონდეს, რომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნებისა წარმოუდგენელს არ მოხდება. და ჩვენთვისაც ეს არის გამოსავალი, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ჩვენსავე ძალებს, საკუთარ თავს. არ შეიძლება არავის იმედად ყოფნა. და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, მაგრამ უნდა ვითამაშოთ ამ მრავალგვაროვან ინტერესებს. საქართველოში თავს იყრის სხვადასხვა ბევრი ინტერესი იყრის თავს და უნდა ვიმუშაოთ არა იმაზე, რომ ამ ინტერესების შეჯახება მოხდეს, არამედ პირიქით.
ჩვენი იურისდიქციის ქვეშ რახან არის ეს ტერიტორია, უნდა შევინარჩუნოთ სტაბილობა და ისეთი ვითარების შექმნა, რომ სამართლიანად დაკმაყოფილდეს ყველა ინტერესი, რამდენადაც ეს შესაძლებელია. რა ინტერესებია, ხო? აზერბაიჯანის, თურქეთის, ჩინეთის, იგივე სომხეთისაც, თუგნებავთ ირანისაც, რუსეთისაც, შეერთებული. მე რა რომ ისინი, ესე იგი, ჩვენი ქვეყნის გარეთ ერთმანეთს, ვთქვათ, სამყაროს სიცოცხლოდ ებრძვიან. შიიტები და სუნიტებიც ებრძვიან, მაგრამ ჩვენთან ერთად ხო და ჩვენი ფუნქცია ეგ არის, ხო? ახლა გახსოვთ ეს დათათუთაშხიაშია, ხო? ესე იგი, რომ გზები გავიდა, მაგრამ მე საბოლოოდ კი დასკვნა ეგ არის, რომ ზნეობა დავკარგეთ და ყველაფერი ამიტომ დაგვემართა და სინამდვილე კი ეს არის, რომ ჩვენის ჯული ქონდა და ეს ჯული იყო სწორედ რომ გვაქცევდა ცივილიზაციათა შორის ასე ვთქვათ ხიდის ფუნქციის მატარებელ ქვეყნათა რა, აქ სტაბილური მდგომარეობა იყო, უსამართლოდ არავის დაჭაკრავდა. ეხლა როცა სახელმწიფო ქონდა მე იმ პერიოდზე ვლაპარაკობ, თორე შემდეგ უკვე გასაგებია რა ჩვენც იგივე დაგვემართა, რასაც უკრაინელები რუინას ეძახიან, ხო? დაახლოებით იგივეა. მაგრამ ჩვენ გარემტრის გამპარტახდებოდით. ხო, მაგრამ საკუთარი უილაჯობის გამოც ბევრჯერ დაგმართნია და უარესი, მაგრამ აქ რა ის თქვა მინდა, ჩვენ გვაქვს ყველანაირი ისტორიული გამოცდილება და საფუძველი საკუთარ ძალებს დავაყრდნოთ და აი ეს თამაში ვითამაშოთ, ესე იგი ჩვენი სუვერენიტეტი დავიცვათ, ჩვენი სამართლიანობა, სიმართლე დავიცვათ, ამაზე ერთობლიობაში ქვია ჯული და ეს თუ მოხდება და აქ სტაბილობა იქნება, შეიქმნება პირობები, რომ აქ ინტერესთა შეჯახების არენა კი არ იყოს და სხვა გეოპოლიტიკური ჯახის, ასე ვთქვათ, პოლიგონი, როგორც ეს სააკაშვილს უნდოდა რა, რომ კინაღა მესამე მსოფლიო ომი დაიწყე საქართველოსთან. ნუ ხო წარმოგიდგენთ რამხელა ეს იყო მისი ამბიცია თურმე რა, ნუ წარმოუდგენელია ხო, რასთან გვაქვს საქმე რა, ესე იგი შეშლილია რა, ნუ პრაქტიკულად ეგ არის და არამედ იყოს პირიქით, ეს იყოს ასე ვთქვათ თანამშრომლობის ადგილი და შესაძლებლობა, რომ ეს ინტერესები ურთიერთსასარგებლოდ ვთქვათ დაკმაყოფილდეს. და ამისი პირობები უნდა შექმნას აი ხელისუფლებამ. ძალიან რთულია, რასაკვირველია რთულია, მაგრამ ქართულობა არასდროს ადვილი არ ყოფილა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. მე გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 90-და და 10 წუთზე ნახვამდის.